ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევის პროგრამებს, რომლებმაც რიგ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიები და სხვა დაავადებების გავრცელება გამოიწვია. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ახალ დირექტორთან ჯაი ჰაბჯარიასთან ერთად ახლა მუშაობთ ისეთი კვლევების შესწავლაზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ფუნქციების გაძლიერებას ეხება და ჩვეულებრივ ვირუსს ან ბაქტერიას ახალ თვისებებს სცემს. ამ კვლევებს როგორც უჰანის ლაბორატორიაში, ასევე ბევრ სხვა ლაბორატორიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივად აფინანსებდა შეერთებული შტატები და გამოიწვია სახიფათო ექსპერიმენტები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში სრულდებოდა ამ პანდემიით, ან სხვა სერიოზული კრიზისის ჯანდაცვის სფეროში, თქვა გაბარდმა. როიტერსმა გააანალიზა უკრაინაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალები, მათ შორის მიწათა იშვიათი ელემენტები და სხვა ბუნებრივი რესურსები და გაარკვია, რომ დაახლოებით 40% რუსეთის კონტროლქვეშაა. უკრაინელთა მონაცემების თანახმად, ევროკავშირის მხრიდან კრიტიკულად აღიარებული 34 მინერალიდან მათ ქვეყანაში არსებობს 22, მათ შორისაა სამშენებლო და საწარმო მასალები, ფეროშენადნობები, ძვირფასი და ფერადი ლითონები, ასევე მიწათა ზოგიერთი იშვიათი ელემენტი. უკრაინის გეოლოგიის ინსტიტუტის თანახმად, ქვეყანაში არსებობს ისეთი ელემენტების მარაგები, როგორებიცაა ლანთანი და ცერიუმი, გამოიყენება ტელევიზორებისა და განათებებში, ნეოდიმი იყენებენ ქარის ელექტროსადგურების და ელექტრომობილების აკუმულატორებისთვის, ერბიუმი და იტრიუმი. ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებობს სკანდიუმიც, დეტალური მონაცემები გასაიდუმლოებულია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, უკრაინას შესაძლოა გახდეს საკვანძო მიმწოდებელი ლითიუმის, ბერილიუმის, მარგენეცის, გალიუმის, ცირკონიუმის, გრაფიტის, აპატიტის, ფლოურიტის და ნიკელის. უკრაინის სახელმწიფო გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ქვეყანას გააჩნია ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი და დადგენილი მარაგები ლითიუმის ლაბარაკია დაახლოებით 500,000 ტონაზე. ლითიუმს იყენებენ აკუმულატორების, კერამიკის და მინის წარმოებაში. ტიტანის საბადოები თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ლითიუმის ცენტრში, აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. გრაფიტის მარაგები, რომლებიც მნიშვნელოვანი კომპონენტია აკუმულატორებისა და ბირთვული რეაქტორებისთვის, მსოფლიო რესურსების 20% შეადგენს. მისი საბადოები უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილშია. ქვეყანაში ნახშირის მნიშვნელოვანი მარაგებიცაა და ისინი დონბასშია განთავსებული. თუმცა უკრაინის ლითონის საბადოების დაახლოებით 40% იმ ტერიტორიებზეა, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით რუსეთი აკონტროლებს, წერს როიტერსი. სულ ცოტა ლითიუმის ორი საბადო დონეცკის და ზაპოროჟიის ოლქებში რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. კიევი ლითიუმს მხოლოდ კიროვოგორდის ოლქში აკონტროლებს. ნიუ-იორკ პოსტთან ინტერვიუში მაიკ ვოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, რომელსაც ტვირთად აწევს 33 ტრილიონი დოლარის ვალი, აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს გრძელი გზის გავლა და გავაგრძელებთ იმის მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი და ეს ტვირთი გაიზიარონ. ახლა შეერთებულ შტატებს 33 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს და ის უბრალოდ ვეღარ მისცემს თავისუფლებას დააფინანსოს ევროპის უსაფრთხოება. ასევე ჩვენ აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, როგორებიც არიან პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და სხვები, აღნიშნა მან. გარდა ამისა, უოლცმა თქვა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების სპონსორობას. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უკრაინის დახმარებას შემდგომში ევროპამ უნდა უხელმძღვანელოს, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჩვეულებრივი საკვები ამერიკაში შესაძლოა წელიწადში იმაზე მეტი სიკვდილიანობის მიზეზი იყოს, ვიდრე ნარკოტიკი ფენტანილი, წერს ნიუ-იორკ პოსტი კვლევებზე დაყრდნობით. გაზეთის ცნობით მიჩნეულია, რომ შეერთებული შტატების სურსათის მარაგების 70%-ზე მეტს შეადგენს ულტრადამუშავებული პროდუქტები, რომლებიც ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით ჩაქარს, მარილს და მავნე ცხიმებს. ახალ კვლევაში შესწავლილია მონაცემები შეერთებული შტატებიდან და 7 სხვა ქვეყნიდან და შეფასებულია ნაადრევი სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, რომლის თავიდან აცილება შეიძლება,
ლაპარაკია ისეთი არასასურველი პროდუქტების მოხმარებაზე, როგორებიცაა შეფუთული საუზმეები, სასმელების შაქრის მაღალი შემცველობით, დამუშავებული ხორცი და მშრალი, დამარილებული საუზმეები. ჩვენ შევისწავლეთ ისეთი ადამიანების სიკვდილის რისკი, რომლებიც მოიხმარენ მეტ ულტრადამუშავებულ პროდუქტს 30-დან 79 წლის ასაკამდე. ანუ იმ პერიოდში, როდესაც სიკვდილი ნაადრევად ითვლება, უთხრა ტელეკომპანია CNN-ს კვლევის თანაავტორმა კარლოს მონტეირომ, ის ბრაზილიის სან-პაულოს უნივერსიტეტის კვლევების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის კათედრის პროფესორია. მონიტორინგის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდება 3%-ით ულტრადამუშავებული საკვების კალორიულობის ყოველი 10%-ის მატებისას. წინაკვლევები ულტრადამუშავებულ პროდუქტებს უკავშირდება ჯანმრთელობისთვის 32 ნეგატიურ შედეგს, მათ შორის გულს, სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, მეორე ტიპის დიაბეტის და ფსიქიკურ აშლილობათა რისკის ზრდას. ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, 2018 წელს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 124,000 ნაადრევი სიკვდილი ასეთი პროდუქტების მოხმარებას უკავშირდებოდა. შედარებისთვის 2022 წელს ფენტალინის ზედოზირებით თითქმის 74,000 ამერიკელი გარდაიცვალა. ამ კვლევების მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ულტრადამუშავებული საკვები პროდუქტების მიღებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დაავადების საერთო ტვირთში ბევრ ქვეყანაში. მისი შემცირება უნდა შეიტანონ კვების ეროვნულ რეკომენდაციებში და უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, წერენ მეცნიერები თავიანთ ნაშრომებში. თუმცა კვლევამ ვერ განსაზღვრა, გამოიწვია თუ არა სიკვდილის ეს შემთხვევები უშუალოდ ულტრადამუშავებული პროდუქტების მიღებამ, უთხრა CNN-ს მეცნიერმა დიეტოლოგმა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის დოცენტმა ნენსი ესპერტიმ, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკელები სერიოზულად არიან განწყობილები და მართლაც უნდათ კანადის 51 შტატად გადაქცევა. მორჩილება იმის აღიარების ცოდნასაც ნიშნავს, რომ მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულებაა ემზადოს უარესისთვის და არ ჰქონდეს უკეთესი იმედი. როგორც უკვე რამდენიმე თვეა ვაცხადებ, ამერიკას უნდა ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი და ჩვენი ქვეყანა. ეს ცარიელი მუქარები არ არის. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გადახვას, რომ ამერიკამ დაგვიმორჩილოს. ეს არასოდეს მოხდება, თქვა მან.